საუკუნეების 1000 წლეულების მანძილზე მისი ლეგენდა მხოლოდ ჩურჩული იყო. ამბავი ტიტანზე, რომელიც ღმერთებმა კავკასიონის მწვერვალზე სამყაროს სახურავზე მიაჯაჭვეს. მარადისობის ტყვე. აი, უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სურათი. უსასრულო თოვლი, გამყინავი ქარიშხალი, რომელიც მისი ერთადერთი თანამგზავრია და ეს კოლოსალური ჯაჭვები, რომლებიც პირდაპირ კლდეშია ჩასობილი. ეს არ არის უბრალოდ სასჯელი, ეს ღმერთების დაუნდობელი განაჩენია. და ჩვენი ეპოსის პირველი თავით სწორედ აქ იწყება, მარადიული სასჯელი. მისი გაუთავებელი ტანჯვის ისტორია. და იცით, არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც წყნარი პატიმრობაა. არა, ეს მუდმივი ბრძოლაა. ბრძოლა სტიქიასთან, სასოწარკვეთასთან, ყოველი ელვის დაცემა მისთვის ახალი დარტყმაა. მაგრამ ის შინაგანი ცეცხლი, ის დაუმორჩილებლობა არასდროს ქრება. 1000 წლეულები ერთმანეთს ცulis. დრომ აზრი დაკარგა, მაგრამ ჩემს გონებაში ერთი აზრი ისევ ცოცხლობს. მე მაინც უძლებ. და აი ჩვენ გადავდივართ მეორე თავზე. ჯაჭვების მსხრევა. სწორედ აქ, ამ მომენტში, ლეგენდა ახალ გზას ირჩევს. ყველაფერი იცლება. ხომ გესმით? ჩნდება კითხვა, რომელიც თელ ამ სტატუს კვოს ანგრევს. რა მოხდება თუ მარადისობა, რომელიც ყველას უსასრულო ეგონა, სინამდვილეში სრულდება? და აი პასუხიც, კატაკლიზმური მომენტი. გესმით ეს ლითონის ხრჭიალი? და შემდეგ მსხრევა. საუკუნეების მანძილზე დაგროვილი რისხვა ერთ გამაყრუებელ ღრიალში იფრქვევა. და ამირანი ამსხრევს იმას, რაც აქამდე გაუმტრეველი იყო. ძალა თავისუფლდება. თავი მესამე, უცნობის სამყარო. მაგრამ, იცით, ტრიუმფის შეგრძნებას მალევე ცვლის რაღაც სხვა, სიფრთხილე, დაბნეულობა. ის შედის სამყაროში, რომელსაც ვეღარ ცნობს. აი თავისუფლების პირველი წუთები. თავიდან მას მხოლოდ პირველყოფილი ინსტინქტი ამოძრავებს, გადარჩენა. მაგრამ ნელ-ნელა ხვდება, რომ რაღაც ისი არ არის. ხაერს სხვა სუნი აქვს, სიჩუმე კი რაღაცნაირად არაბუნებრივია. დააკვირდით ამ კონტრასტს. ერთ მხარეს ვხედავთ ველურ, ხელუხლებელ ბუნებას, სამყაროს, რომელსაც ის იცნობს, მეორე მხარეს კი რა არის ეს? არაბუნებრივი, გლუვი ხაზი, რომელიც მიწას უცნაული შრამივით გასდევს. ეს თანამედროვეობის პირველი ნიშანია. გადავდივართ მეოთხე თავზე. დრკინის გველი. ახლა ის სრულიად ახალი საიდუმლოს წინაშე დგას. რაღაც უცხო, ცივი და უსიცოცხლო. ეს მისი პირველი შეხება ტექნოლოგიასთან, დამტრეულ მანქანასთან. მისი გადმოსახედიდან ეს უბრალოდ რაღაც მკვდარი არსებაა, მაგრამ ისეთის, როგორიც არასდროს უნახავს. ხორცი არა აქვს, კანი კი უცნაურად მყარი და ცივია. ეს რა მკვდარი მხეცია, რა ჯიშისაა? და ბოლოს კულმინაცია. უძველესი ტიტანი ამ უცნაურ შავ ბილიკს მიუყვება და უეცრად. ბილიკი მას უყურებს. ორი თვალის მომჭრელი მაბრმავებელი სინათლე პირდაპირ მისკენ მოემართება. ახალი ეპოქის მექანიკური ქმნილება პირისპირ ხვდება მითს. და აი, მთავარი კითხვაც. ტიტანი თავისუფალია, მაგრამ ამ ახალ სამყაროში, ადამიანებისა და მანქანების სამყაროში, ის მხსნელად მოგვევლინება თუ ყველაფრის ახსასრულად. ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავინ იცის.